რუსთავში ახალ შიდა საუბნო სივრცეებში მოსახლეობა და რუსთავის მერია გამწვანების ერთობლივ აქციებს მართავენ. მაჩაბლის ნომერ 6-ში საცხოვრებელ კორპუსთან მოწყობილ საზოგადოებრივ სივრცეში ახალი ნერგები დაირგო. გამწვანების აქციაში რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და რუსთავის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი მოსახლეობასთან და საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების წევრებთან ერთად ჩაერთნენ. რუსთავში ვაგრძელებთ ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაციებთან ერთად შიდა საუბნო სივრცეების მოწყობას. ეს ეზო იყო გამორჩეული იმით, რომ თვითონ სამეზობლო იყო აქტიურად ჩართული სარეაბილიტაციო სამუშაოებში. მათი მოთხოვნა იყო ის, რომ აქ მოძველებული ინფრასტრუქტურა შეცვლილი იყო სწორედ ისეთი გამწვანებული თანამედროვე სივრცით, როგორიც დღეს დავასრულეთ გამწვანების აქციით. კარგი მაგალითია მოქალაქეთა ჩართულობის და იმის, რომ უბან-უბან ეზო შეგვიძლია რომ ჩვენი ქალაქი უკეთესობისკენ შევცვალოთ. არაჩვეულებრივი შედეგი დაიდო, ეზო იყო გაუვალი, აქ შეუძლებელი იყო დაჯდომა, დასვენება და ეხლა ხედავთ რა სილამაზეში ვართ, ხანდახან არც გჭირა მაჩაბლის ქუჩის მცხოვრებლებს და ძალიან ბედნიერები ვართ და ძალიან დიდი მადლობა.